გამარჯობა, მე ვარ მარიკა ბაკურაძე, ჟურნალისტი ვარ, ტელეწამყვანი და ერთი ფილმის ამბის თხრობის ფარგლებში დამევალა, რომ ერთი ფილმი ამომერჩე, რაზეც ვისაუბრებდი. მე ვფიქრობ, რომ ადამიანისთვის, ვისაც უყვარს წიგნი ან კინო და ეუბნებიან, რომ ამოერჩიე რამე ერთი ან დაასახელე თქვა სამი საუკეთესო, ეს არის ყველაზე რთული დავალება, იმიტომ რომ არ შეიძლება რაღაცნაირად ერთზე შევჯერდეთ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ახლა ამ ვიდეოს ჩაწერის დროს არის მართლა ესეთი შემთხვევა, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში მართლა ძალიან ბევრი ფილმის ნახვის შემდეგ ჩამრჩა ერთი ისეთი, რომელიც რაღაცნაირად არ მავიწყდება და სულ მანდომებს რომ მივუბრუნდე. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მარცვალი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ჩივილი იმ თემაზე, რომ ვეღარ იღებენ ისეთ ფილმებს, რომელსაც მეორედ და მესამედ ჩავრთავთ. აქ არ იგულისხმება მხოლოდ რაღაც ესეთი ღრმა და სერიოზული კინო, აქ იგულისხმება თუნდაც ჰოლივუდური გასართობი ფილმები მაგალითად, ხო? 90-იან და 2000-იანებში რაც არის გადაღებული, დღემდე საახალწლოდ რომ გამოჩნდება ეკრანებზე, ყველას გვინდა რომ მიუბრუნდეთ. აი ახლა ამ პერიოდში არის საუბარი იმაზე, რომ ასეთ ფილმებს ვეღარ იღებენ. მეც უერთდები ამ საერთო ჩივილს და საერთო უკმაყოფილებას, მაგრამ დღეს რაზეც ვისაუბრებთ, აი ეს ფილმი ვფიქრობ, რომ არის განსაკუთრებული. და რატომ? ახლა გეტყვით. თუ საერთოდ რისთვის უყურებთ კინოს? რა არის კინო? ეს არის გართობა თუ ეს არის რაღაცნაირად საკუთარი თავის სხვანაირი შეგრძნება ან სხვანაირი დაფიქრება? უამრავ რეჟისორს აქვს თავისი გამონათქვამი, რომ რატო გვჭირდება კინო, რომ ეს არის პასუხები ცხოვრების ისეთ ფრაგმენტებზე, სადაც ნამდვილ ცხოვრებაში ვერ ვიპოვეთ პასუხები და ასე შემდეგ, მაგრამ აი თუ გვინდა რომ ფილმი შევარჩიოთ საკუთარი თავის უკეთესად ყოფნისთვის, აი მე მაგალითად ამ ფილმმა დამმართა ეს ყველაფერი და ამიტომ შევარჩიე, რომ დღეს მასზე შევჩერებულიყავი. ეს არის გართობა, ეს არის ძალიან რთულად საყურებელი 3 საათიანი ფილმი, იაპონური, რომელსაც ქვია ატარე ჩემი მანქანა. ჰამაგუჩი არის მისი რეჟისორი, იაპონელი რეჟისორი. წინასწარ ვეგეთქვით, რომ უბრალოდ თუ ჩართავთ, რომ შევხედო აბა რა ფილმია, ასეთი განწყობით აუცილებლად დაგიზარებათ ამ ფილმის ნახვა, 1000 ჯერ დააპაუზებთ, 1000 ჯერ გათიშავთ, მაგრამ თუ შევცვლით დამოკიდებულებას და დავფიქრდებით იმაზე, რომ რას მოგცემს ეს ფილმი, აი ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ სწორ არჩევანს გააკეთებთ, თუ არ გინახავთ აქამდე ეს ფილმი და ეხლა ჩართავთ. 3 საათი რომ ვახსენ, ეს ამნიშნულოვანია. მე პირადად 3 ჯერ მაქვს ეს ფილმი ნანახი. 3-ვე შემთხვევაში გავყავი და თითო საათით ვუყურებდი თითო საღამოს. ეხლა ძალიან მოდაში ამ ბოლო პერიოდში ეს თერაპიებზე სიარული და ეს ფსიქოლოგების, კოუჩების და სხვათა შეგონებები, ხო და არაფერი არ გვჭირდება, ის 1 საათი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი თერაპია. მე ასე მივდექი ამ ფილმის ნახვას, პირველადაც, მეორედაც სხვათა შორის, მესამე ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ პირველ ორ ნახვაზე თავსდებ. ეს იყო დრო, როდესაც ველოდებოდი, როდის დადგებოდა საღამო, რომ ჩამერთო და ის 1 საათი რაღაცნაირად ჩემი თავისთვის დამეთმო. ეს არის ფილმი, რომელშიც 3 სხვადასხვა ხაზი ვითარდება. ნაწილობრივ წიგნზეც შეიძლება ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს არის დამყარებული მთლიანად ნაწარმოებზე, რომლის ავტორიც არის ჰარუკი მურაკამი, მაგრამ აქ პარალელურად კიდევ შემოდის ჩეხოვის გენიალური პიესა სახელწოდებით ძია ვანია. მე ძალიან ვებრძვი ამ სიტყვა გენიალურს წამდაუწუმ ყველაფერზე რომ ამბობენ და ადამიანებზე ხო, მაგრამ აი ძია ვანია ნამდვილად ის შემთხვევა, სადაც ეს შეგვიძლია ვთქვათ. ეს არის სამყარო, რომელშიც შეიძლება ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დაგრჩეთ, ისევე როგორც ჩვენ თავთან გვრჩება ხოლმე კითხვის ნიშნები, მაგრამ თუ ამ ფილმის რაღაცნაირად ამ ტემპო რიტმს, ამ იდეას და ინტერესს დაიჭერთ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გაგიჭირდებათ, რომ მოწყდეთ ამ ფილმს. შეიძლება ისიც გაგიჭირდეთ, რომ იმ 1 საათში დააპაუზოთ, მაგრამ ჩემი რჩევა ზუსტად ეს არის, რომ გაწელეთ, რაც შეიძლება დიდხანს, რომ დიდხანს გაგრძელდეს ამ ფილმის ნახვა და ამ განწყობაში ყოფნა, რაც ამ რეჟისორმა და არაჩვეულებრივად შესრულებულმა მთავარმა როლმა შემოგთავაზა. ეს არის ერთი კაცის ამბავი, რომელიც არის თეატრის რეჟისორი, რომელსაც ყავს მეუღლე და ერთი ხაზი არის მათი სასიყვარულო და ცოლქმრული ისტორია, სადაც ბევრ მომენტში საკუთარ თავს დაეჯახებით და იკითხავთ, რატომ ხდება ასე, მაგრამ მე მგონი ცხოვრებაში ხშირად გვაქვს ესეთი შეკითხვა. მეორე ამბავი არის ეს კაცი, როგორ მიდის სხვა ქალაქში, იაპონიის სხვა ქალაქში და როგორ დგამს სპექტაკლს ძია ვანია და ეს პროცესი, მისი ურთიერთობა თავის სამსახიობო
გუნდთან და საერთოდ თეატრის დასთან და მესამე ხაზი არის სწორედ ამ სპექტაკლის მთავარი ლაიტმოტივი, უბრალოდ პიესის მთავარი ლაიტმოტივი, რაც ჩეხოვმა დაგვიტოვა და სხვათა შორის რო ვაკვირდები ბოლო პერიოდში სადაც კი წავედი, ყველგან ჩეხოვის განსაკუთრებით ძიავანი ამოხდა. იქნება ეს ლონდონში ერთ-ერთი თეატრი, სადაც ენდრიუ სკოტმა გააკეთა თავისებური ინტერპრეტაცია და თვითონ თამაშობს ყველა პერსონაჟს. იქნება ეს იაპონური ფილმი, რაზეც ახლავს საუბრობთ. კიდევ ერთ ფილმში შემხვდა, ერთ ბრიტანულ ფილმში. მოკეთ რაღაცნაირად თითქოს არ ყვდება არც ძიავანია, არც მისი სხვა პერსონაჟები და რაც თავარი არ ყვდება ის ბოლო ტექსტი, რომელიც სონიას ეკუთვნის, რომელიც ეუბნება ძიავანიას, რომ რას ვიზავთ, რაც არის ეს არის, უნდა ვიცხოვროთ და უნდა გაუძლოთ ამ ყველაფერს, როდესაც ყველაფერი დამთავრდება, ჩვენ ვიტყვით, რომ განვიცადეთ მაინც ეს ყოველივე. აი ეს ტექსტი, რაც არის ბოლო კვანძი, ასე ვთქვათ, ჩეხოვის პიესაში, აი ამით არის განფენილი მთელი ეს ფილმი. ამით სრულდება, მაგრამ აქ არის პერსონაჟების საოცარ სულიერ კავშირზე. და მეორე მხრივ ფიზიკურ კავშირზე, რომელსაც სულიერების არაფერი არ გააჩნია. შეიძლება ცოლ-ქმარი ერთ ოთახში ცხოვრობდეს, მაგრამ ისინი საერთოდ სხვადასხვა სამყაროდან არიან და უცებ დაეჯახონ ამ რეალობას. ამასაც შევხვდებით ამ ფილმში და შეიძლება ორ ადამიანს უბრალოდ კარგი ურთიერთობა ქონდეს ერთმანეთთან, იყოს რეჟისორი და მისი მძღოლი, მაგრამ მათ შორის ისეთი ადამიანური კავშირი, ისეთი უსიტყვო კავშირი ჩამოყალიბდეს, რომელიც საოცნებო აქვს, მე მგონი ყველა ადამიანს რო ერთმანეთთან დაამყარონ ეს კავშირი. არ ვიცი, შეიძლება არეულად ვლაპარაკობ, ეს ფილმიც თავისებურად რაღაც ბევრი ამბების არეული საერთო მიქსია, მაგრამ საერთოდ თუ თანხმდებთ იმაზე, რა გვინდა კინო, ჩემი პასუხი არის, რომ კინო გვინდა იმისთვის, რომ საკუთარ თავში რაღაცები სხვანაირად დავინახოთ და ატარე ჩემი მანქანა, ეს ფილმი ამ ამბავში ნამდვილად დაგეხმარებაც, პირობას ვდებ ამ ყველაფერზე ჩემი პასუხისმგებლობით, სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ.